22 მარტი 1978 წელი, სან-ხუანი, პუერტო-რიკო. 37 მეტრის სიმაღლეზე, მეათე სართულზე ორ სასტუმროს შორის ბაგირია გაჭიმული. ბაგირის სიგრძე 120 მეტრია. ქვევით კი ქუჩა, მანქანები და სეირის მოყვარული ხალხია. კარლ ვალენდა შოუსთვის ემზადება. ის 73 წლისაა. სასირკო ხელოვნების მსოფლიო ლეგენდა. ის 50 წლის განმავლობაში დაზღვევის გარეშე დადის ბაგირზე. ვალენდა ტროსზე დგება. ხელში ბალანსისთვის 18 კილოგრამიანი ჭოკი უკავია. არანაირი დაზღვევა. ვალენდა ბაგირზე სიარულს იწყებს. გზის მესამედი 40 მეტრი გავლილია. ამ დროს ქარი ამოვარდება და ბაგირი ქანაობას იწყებს. ვალენდა წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ ქარი ძლიერდება. ვალენდა იჩოქებს, ცდილობს ბაგირს მოეჯიდოს, არ გამოსდის, ვარდება. ქვევით კი 37 მეტრია. ვალენდა ტაქსის სახურავზე თავით ეცემა და მყისიერად კვდება. ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე ვალენდამ ცოლს უთხრა, ვგრძნობ, რომ ეს ჩემი ბოლო გასეირნება იქნება.